ახლა სტუდიაში გვინდა მოვიწვიოთ ძალიან ნიჭიერი ადამიანი, რომელიც აღმოაჩინეთ საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში აჭარაში. ის გქონდა რაღაც გონიზიება მე და ნიკოლოს და გავიყიდეთ და თუ ვინდა როგორ შემოვიდა და რითი შემოვიდა და რამ გამოიწვია ჩვენი აღფრთოვანება ამაში თავად დარწმუნდებით. სტუდიაში მინდა მოვიწვიო ლონდა რომანაძე. გაგვაგიჟა ამან რო დავინახეთ. ტამ-ტამ. უი, რამძიმე ყოფილა, სხვათა შორის არ ყოფილა. ტამ-ტამ. ინსტრუმენტი ბევრად უფრო მძიმეა, ჯემბე. ხო, ამას რა ქვია? დარბუკა. მაგრამ საქართველოში ყველა ტამ-ტამ ქვია. დარბუკა. ბარბუკა. არა, დარბუკა. დარბუკა. მაგრამ საქართველოში დოლის და დრამის გარდა ყველაფერს ტამ-ტამს ეძახიან. მე გძნობდი მე რომ არ ერქვა მაგას იმას უძახი არ გამომხედა თუ როგორ ფლობს ამ ინსტრუმენტს ამას თავისთავად ნახავთ მანამდე კი მოდი გავიცნოთ ეხა ჩვენ მაინც ყოველთვის ვცდილობთ ხოლმე ჩემო ლონდა რომ ნახავთ სადმე ადამიანებს რომლებიც რაღაცას წვალობენ უნდათ რომ რაღაცა ნიჭიერებით გამოირჩევიან ხო რა თქმა უნდა და ჩვენი ეთერი დაუთმოთ ისევე როგორც თავის დროზე ჩვენს დაგვითმეს ეთერი და მადლობა იმ ხალხს ამიტომ დიდი სიამოვნებით და სიყვარულით დაგელოდეთ რომ ჩამობრძანდით პირველ რიგში მადლობა ქობულეთიდან. კარგი, დავიწყოთ ახლა ინსტრუმენტთან ურთიერთობაზე მინდა კითხო, დიდი ხანია რომ მეგობრობ დარბუკთან. დარბუკასთან დაახლოებით მე-6 კლასში ვიყავი, პირველად რომ მის მიმართ ინტერესი გამიჩნდა. ქობულეთში სახელოვნებო სკოლაში დაახლოებით 1 თვე დავდიოდი ვსწავლობდი, მაგრამ შემდეგ უკვე მალევე დავასრულე და სახლში კომპიუტერთან აი ჩემით მეცადინეობდი ვსწავლობდი და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არის ჩემი უბრალოდ ჰობი და გატაცება. რომელსაც დღეს ვარ დაკავებული, მაგრამ ზოგადად ვარ ისტორიკოსი, ისტორიის მასწავლებელი. ბათუმში ერთ-ერთ კერძო სკოლაში, ნიკეს სკოლაში ისტორიას ვასწავლი, მყავს სადამრიგებლო კლასი, მაგრამ ბრავო. ახალგაზრდა ჩემი გატაცება. ეგ ენაცვალე, ისტორიკოს სხვათა შორის მე მახსოვს, რომ დიდგორის ბრძოლაზე უკრავდა ჩემი კი, წინა ხაზე ვიდექი და იქ უკრავდი. ანუ კლასის დამრიგებელი ხარ. კი ბატონო და მუშაობდი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში. მაგრამ შემდეგ ბაკალავრი როდესაც დავასრულე უნივერსიტეტში გადავწყვიტე და მაგისტრატურის გაგრძელება. შესაბამისად მომიწია სამსახურიდან წამოსვლა და ეხლა ვარ მაგისტრანტი. მთელი ეგენაცვალე. აბა ეხლა ეს უკიდეგანოთ ნიჭიერი კი ბატონო, ესე იგი იმდენი რამე ჩამოთვალე ეხლა თან ისეთი სერიოზული ამბავი საპასუხისმგებლო რაც თავარია. კი ბატონო. ჩვენ მომავალ თაობასთან თანამშრომლობა, მაგრამ აი უკვე მეშინია თქვა რომ ეხლა იუმორთან როგორ ხარ, რაღაცა შემთხვევები გექნება, იმიტომ რომ იცი რა ჩვენ კორპორატიული ეხლა ყველა მიცის ეს ამბავი, კორპორატიულ ღონისძიებაზე შევხვდით ერთმანეთს და რა ვიცი ეხლა შოქში ჩავარდი რა. დამეთანხმებით ეხლა რომ შვედურად გამოიყურება და რატო არ უნდა გამოიყურებოდეს. კი ხედავთ ტამ-ტამით რომ ავარდა სცენაზე მეთქი. დარბუკით. მეორე დარბუკით შეიძლება გაგულახოს აქ გამომხედა. დარბუკით რომ ავარდა სცენაზე ვიძახი დარბუკი რა თუნა ამას თუ. იქნება ტამ-ტამი მიაწოდოთ პირველად. საკმაოდ კარგი საღამო გამოგვივიდა იმ დღეს. კი ბატონო, კი მშვენიერი და მაშინვე დავპატიჟეთ რა. ორივეს გაგვიჩნდა სურვილი მეც და პატასეს რომ ასე მოგვეყვანა გადაცემაში სტუმრად. ხო და ცოტა ვიჩქარეთ ახლა შენ დაპატიჟება, იმიტომ რომ მე ოქტომბრამდე ვერ ჩამოვიდოდი, ზღვის სეზონი იწყება ახლა და სადეცლება ჩვენთვის და რიგითი მოგვდავებისთვის. არა, მე უნდა წაგიყვანოთ თქვენ დასავლეთში. ხო, ეს ბრავლობიჩი უკვე მომეწონა. ანუ ჩვენს. რა თქმა უნდა, ყველა. კი ბატონო. ყველა. იცი რა იქ. საცხოვრებელზე ცოტა მჭიდროდ ვარ. არა უშავს კაცო, არა უშავს. ჩვენ ჩამოვალთ და
ერთად რამე შეიძლება კომპოზიციაც კი გამოგვივიდეს. მთავარი ესა. დიმა, იცი რა სანამ ეს უკვე რაზიც აქვს, იცის ასე ვთქვათ, დაკვრა და რასაც წარმოადგენს. შენი დოლი რო ვათხოვოთ, შეიძლება რომ ნახოთ ჩვენ ძმასთან ერთად რას შეძლებს. აბა, ნახოთ. მოგართმევთ. კი ბატონო. შეძლებს ხო დოლზეც. ცდი? მე მაგალითად ინსტრუმენტებზე მაინც და მაინც ვერ უკრავ რა. არა და გიხდება. კი, გიტარას ვცნობ. გამარჯობა. გამარჯობა, გაგიმარჯობა ურთიერთობით. აბა, შეგერაცველი ცოტა ფრთხილად სახელმწიფო ქონება. მაგი თვითფრინავს და ერიდევ. ეს დოლი ხო გონია თუ რგვალია? აქ შემთხვევებით იმას, როცა სამკუთხედია დოლი. კარგი. მოატრიალეო დოლიო ესე საპირისპირო, ხო? აი, კი ბატონო. აჰა. აია. აბა. აბა, რაც კიდევ ის დაიწყე და აყევი. ან აჭარიდან ვარ და მოდი აჭარას ვთეთ პატივი. აჭარიდან ვარ და რამე ქვემო ნამიბიური. კარგია, მე კი ვიცი, ვითი ჩავანაცვლებ დიმას, შერივად გადავახალისებ. შემასამს. მე მგონი ეს ცოტა ის მსხირები უშლის ხელს იმას აქ. ეს რომ წავიღო. მოვეწონო. კარგი. მადლობა ლონდა მომბრძანებისთვის კიდევ ერთხელ ხაშურამდე მოკლავს დიმაზე. ხაშურამდე გესვრის დიმა. ჩემო ლონდა ძალიან დიდი მადლობა რომ ჩამობრძანდი ამ ხელაგზე გამოიარე წარმატებები შენს ბავშვებს რომელსაც ასწავლი მოვიკითხოთ აქედან აუცილებლად და აგერ არიცელ კოტაკლად დოლი და მოედანი და აბა შენიცი გვანახე შენი ნიჭიერება